იტკინე. არიტირო, გთხოვ, არიტირო. აი ნახე შოკოლადი შენ რომ გიყვარს, აჰა. არიტირო, გთხოვ, კარგი ხო, კარგი, კი, მიდი, აიღე. ხო. არიტირო. წავალ სხვა რამეს მოგიმზადებ. იღლებით ან წუხდებით ბავშვის მუდმივი ტირილით და სულ ეუბნებით არიტიროს, წაიქცევა არიტიროს, არას ეუბნებით არიტიროს, გაბრაზდება არიტიროს, შეთავაზებული კერძი არ უნდა არიტიროს, რატომ არიტიროს, დააცადეთ, იტიროს. ტირილი ხომ ემოციის გამოხატვის ფორმაა. არიტიროს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომ ბავშვი არის რაღაც არსება, რომელიც მუდმივად უნდა იღიმოდეს? მუდმივად უნდა ესე ბედნიერი იყოს? ადამიანები ვართ, ყველა ემოცია შეიძლება განვიცადოთ, მნიშვნელოვანია ყველა ემოციის მიღება და სწორი ფორმით გამოხატვა. შეიძლება გავბრაზდეთ, ვიტიროთ, მოვიწყინოთ, სრულიად ჯანსაღია, სრულიად ბუნებრივია ეს ემოციები. ამიტომ გთხოვთ, დააცადეთ ბავშვს, იტიროს, დააცადეთ ბავშვს, მოიწყინოს, დააცადეთ ბავშვს, იყოს ბედნიერი, დააცადეთ ბავშვს, იყოს სევდიანი. არიტირო, ოღონდ დამშვიდი, ოღონდ გაჩუმდი. აჰა ტელეფონი, აჰა შოკოლადი. ეს ძალიან ცუდია მისთვის. ბავშვი ასე ვერ ისწავლის თვითკონტროლს, ვერ ისწავლის ემოციების რეგულაციას. ბავშვი ასე დაისწავლის, რომ ესე იგი რაღაც ემოცია მიუღებელია, აკრძალულია რომ იტიროს, დაუშვებელია რომ შეეშინდეს, მიუღებელია რომ გაბრაზდეს. ყველა ემოცია არის ჯანსაღი, ყველა ემოცია არის ბუნებრივი და ყველა ემოციის განცდა არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორად განვითარებისთვის. პირიქით, თქვენ უნდა ასწავლოთ ბავშვს, რომ რაღაც არის მისაღები ქცევა, რაღაც არის მიუღებელი ქცევა, რაღაც შეიძლება, რაღაც არ შეიძლება. ხო? ამის სწავლა არის მნიშვნელოვანი და თუ ბავშვი იმედგაცრუებული იქნება, ან შეშინებული, ან ბედნიერი, დავაცადოთ ყველა ემოციის გამოხატვაში, რომ ბავშვებმა ისწავლონ პირიქით ასე ემოციების რეგულაცია. არა თუ ის რომ მისი ემოციები დაუბლოკოთ, იმიტომ რომ ტირის. ტირილი სულაც არ არის ცუდი. გააჩნია ის როგორ გამოიხატება, რა ფორმით გამოიხატება. ჩვენ ვიყოთ მისი მხარდამჭერი, მივიღოთ ემოცია